აბა სხვა რა არის კრეატიულობა? სხვა რა არის კრეატიულობა? წარმოიდგინე, რომ იმ მომენტში შენ არ ხარ. ზუსტად ასე მოხდა ჩემი პორტუგალიური ვოიაჟის დროსაც და ძალიან მიყვარს ის მეორე ქრისტინე, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის ხოლმე და შემდეგ მაოცებს ხოლმე, რომ აი ნეტავ როგორ მოახერხა თქო ზოგჯერ ვფიქრობ და ზუსტად იმ მეორე ქრისტინე მომატანინა ეს კადრების თქვენამდე. ესე გამოდის, იმიტომ რომ ამ მომენტში ახლა ვერ ვაანალიზებ, რომ ეს კადრები ჩემი გაკეთებულია. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ბევრი ფერადი, უხილავი, სხვადასხვა ფორმის მოგონებებით, ბრუნდები თითქოს შეგიძლია ეს მოგონებები ესე ამობეჭდო სურათებად, ძალიან ბევრი მიმოაბნიო მაგიდაზე და მე ხვდები, რომ კი, ყველაფერი ლამაზი და საოცარია, მაგრამ მე ხვდები, რომ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ გაკეთია, ის ერთი პატარა ნაპერტკალი, რომელიც ამ ყველაფერს ერთ ფრიანს გახდის, შეგაერთებინებს და არ არის. დღეს არ არის, ხვალ არ არის, 5 დღე გადის და არ არის. და ბოლოს საღამოს გამომგზავრებამდე უკვე პორტოში ჩავიცვით ჩემი წითელი კაბა, აგვიანდებოდა და გავეშურე ფადუს შოუს სანახავად და წარმოიდგინეთ წითელი პორტუგალიური ღვინო, საოცარი 12 სიმიანი პორტუგალიური ფადუს გიტარის ხმა, ეხლაც კი ემოციებს მგვრის, რომ ახსენდება მაშინდელი საღამო და ну, რა თქმა უნდა, არამქვეყნიური ხმის პატრონი, ფადუს მომღერალი გოგონას ხმა ჩამესმის ზურგის მხრიდან და არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ის კადრები, რომელიც ახლა გადის, სწორედ ამ მუსიკის დამსახურება არის, სწორედ ეს მუსიკა მოდის ახლა ფონად, ამ ვიდეოს ფონად, ამ კადრების ფონად და აი ზუსტად იმ მომენტში მივხვდი, რომ იმ უამრავი სურათის შემაკავშირებელი დამვიპოვე და ეს აღმოჩნდა პორტუგალიური ფადუ. ну, ჩემთვის, ჩემი კრეატიულობისთვის, ჩემი მუზისთვის იმ მომენტში ის აღმოჩნდა მთავარი წყარო. ალბათ სხვადასხვა კრეატიული ადამიანებისთვის ეს სხვადასხვა წყარო მათთვის საყვარელი სხვადასხვა ბიძგია, არ ვიცი რა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა პორტუგალიაში და ასე შევწელი, რომ ჩემი პორტუგალიური ვოიაჟისგან გამოვიყვანა რამდენიმე წუთიანი ვიდეო. მე სიამოვნა. იმ მომენტშივე მე სიამოვნა და მივხვდი, რომ ეს ესე უნდა გამოკეთებინა. იმ მომენტშივე წამოვიდა კადრები და როგორ ის მე უნდა დავაგებულიყო, რა ფერებში უნდა გამოკეთებინა და ასე შემდეგ და რომ აუცილებლად უნდა გქონოდა ფონად ჩემს მიერ მოსმენილი საოცარი პორტუგალიური ფადუ.